დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ნაგავი 5 თეთრს აღარ დაწერს ტარიფი განახევრდა. გადაწყვეტილება საკრებულოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. ახალი ტარიფი ანუ 2.5 თეთრი სეზონურია და ის ნოემბრიდან მარტის ბოლომდე იმოქმედებს. თუმცა სქემა ანუ დენისა და ნაგვის ერთიანი ქვითრები ამ ეტაპზე ისევ უცვლელად რჩება. რა ხდებოდა ინიციატივის დამტკიცების დროს საკრებულოს ხტომაზე და რატომ დატოვა რამდენიმე დეპუტატმა ხტომა პროტესტის ნიშნად. თაია მახარაშვილი ჩაგვართვება ახლა საკრებულოდან პირდაპირ ეთერში. თაია, გისმენთ. ჩვენ ახლა ველოდებით პირდაპირ სიგნალს. თაია მახარაშვილი არის პირდაპირ ეთერში. თაია, რა ხდებოდა საკრებულოს ხტომაზე, როდესაც ნაგვის ტარიფის განახევრების გეგმა დამტკიცდა? დასუფთავების ახალი ტარიფი უკვე მიღებულია. საკრებულოს ხტომაზე 39-3-ის წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა არ იცვლება გადასახადის მოდელი. დასუფთავების ტარიფი კვლავ მიბმული რჩება ელექტროენერგიის გადასახადზე, რასაც აპროტესტებს საკრებულოს წევრების ნაწილი. დღეს ხტომა ამის პროტესტის ნიშნად დატოვა ფრაქცია თავისუფლებამ. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებები პირდაპირ მერიიდან მიიღება და ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტილებები არ მიიღება. იქ არ იყო არანაირი სერიოზული მჯდელობის პერსპექტივა იმისათვის, რომ რამე რეალური საკითხები უნდა გასულიყო ქალაქის და თბილისელების ინტერესებისთვის. ჩვენ თვითონ შევიტანეთ განაცხადი ბატონ ზაურ დოლიძე, პატივი მაქვს, მოგახსენოთ, რომ მის სახელით ვლაპარაკობ, ჩემი ფრაქციის წევრის და ჩემი მეგობრის. ჩვენ თვითონ დავწერეთ განცხადება, გვინდოდა უხერხულობა მოხსნოდათ ჩვენ კოლეგებს, რომლებიც ამ სიტუაციაში შეიძლება ძალიან ცუდათაც გრძნობდნენ თავს, და ამასთან ერთად მიზეზი მათთან გამიჯვნის, როგორც აღნიშნეს ხტომაზე, ვამბობ, იმ არანაირ მონაწილეობას არ ვაპირებთ მივიღოთ იმ ძალასთან ერთად ქალაქის მართვაში, სადაც დღესაც პატივცემული ადამიანია ჯალათების მამა და თვითონ ჯალათი როლანდ ახალაია და ირონიული ღიმილით, რომ დღესაც ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს მოსახლეობაში. ტარიფის გაიაფებას მიესალმებიან ქრისტიან-დემოკრატები, თუმცა მათთვის მიუღებელია ტარიფის მიბმა კვლავ ელექტროენერგიის გადასახადზე. საზაგაბუნიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ტარიფის შემცირება შესაძლოა მოჰყვეს ასევე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შემცირება. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები მივესალმებთ იმას, რომ განახევრდება, გაიაფება ტარიფი, თუმცა ეს არის სრულიად არასაკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია აუცილებელია ერთიანი ქვითარი იქნეს ამღებული პრაქტიკა. ეს არის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, ეს არის პრობლემა, რომელზეც მიგვითითებ ჩვენ როგორც არჩეულ წევრებს თბილისის საკრებულოში ჩვენი მოსახლეობა, თბილისელები, ამიტომ ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები გავაგზავნებთ მუშაობის ბრძოლას ერთიანი ქვითის პრაქტიკიდან ამოსახვედრად. თუმცა დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება გაიაფებას ტარიფის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ნახევარჯერ უფრო ნაკლებს გადაიხდის ჩვენი მოქალაქეები, ეს ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ არასაკმარისია და ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ტარიფი გაიაფდეს იმ გზით, რომ აღარ იყოს ის მიბმული დენსი. საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი ოპოზიციონერი მოადგილე ყავს. დავით საგანელიძე ამ პოსტზე მრეწველების წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ ჩაანაცვლა. საკრებულოს ხტომაზე დღეს მიიღეს რამდენიმე გადაწყვეტილება სხვადასხვა პოსტებზე რამდენიმე კანდიდატურის დანიშვნის შესახებ. გმადლობთ. საკრებულოს ხტომაზე რამდენიმე წუთის წინ მიღებული გადაწყვეტილება თაია მახარაშვილმა გაგვაცნო.